პრების მიმართ დღეს კი ბევრს საუბრობენ იყო თუ არა დაშვებული შეცდომები იყო თუ არა დროული რეაგირება მთავრობის მხრიდან რეალურად პირველი გამაფრთხილებელი სიგნალი ბუნებამ 4 ივნისს მოგცა როდესაც დაიტბორა თამაზელის ბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი თუმცა მაშინ ალბათ ასეთ გაგრძელებას არავინ ელოდა სტიქია რომელიც დედაქალაქს მუდმივად ემუქრება რატომ ვივიწყებთ ისტორიას და რატომ არ ფასდება რისკები მდინარე ვერეს ადიდების შედეგად გამოწვეული წყალდიდობა და მსხვერპლი თბილისში პირველი არ არის პირველად არ მომხდარა არ ზოოპარკის დატბორვა ვერე ადიდდა და ქალაქის მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა 1960-1963 წელს ასევე 22 და 1924 წლებში ექსკლუზიური და დღემდე უცნობი საარქივო მასალები თბილისში წყალდიდობების ქრონიკა რა მოხდა ზუსტად 91 წლის წინ 1924 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს ხეობაში ცოტნე გეგეჭკორე მთელი კვირა საარქივო მასალებს სწავლობდა გამძინვარებული სტიქია თავის გზაზე წალებით ემუქრებოდა ყველაფერს ბეტონის ჯებირებმაც ვერ მოთოგეს მტკვარი წყალი გადმოვიდა კალაპოტიდან და დატბორა სახლები ქუჩები უბნები 1968 წელს გადაღებულ ამ დოკუმენტურ ფილმში დიდუბეს ხიდის მიმდებარედ მდინარე მტკვრის ადიდების შედეგად დატბორილი ტერიტორია ჩანს. მაშინ კინოობიექტივში მოხდა გრიბოედოვის მოედანი და მისი მიმდებარე ტერიტორია. ასევე დღემდე უცნობი და უნიკალური კადრები, ადიდებული მტკვარი და ძველი უბანი რიყე. და მაშინ შევიდა იმ დასახლებაში რომელიც ამ ადგილას იყო ეს დასახლებული იყო ეს ადგილი და რიყე ერქვა ამ უბანს დატბორა ქუჩების სახლების სარდაფებიც და მე ისევ დაიწრიკა და ეს უბანი გადაურჩა წყალდიდობას მაგრამ ვერ გადაურჩა ჩვენ უგუნურებას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩვენ ვერ ვიპოვით ვერცერთ ქალაქშენებლურ ღონისძიებას ქალაქში რომელზეც შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს პოზიტიური და აი ხა ბოლო ნაბიჯი გაკეთდა აი ამ კოლექტორების აშენებით უბრალოდ გვირაბების აშენებით ვერის ხეობაში სრულიად შემთხვევით წავაწყდით, სრულიად გაუხმაურებელი წყალდიდობა, რომელიც 13 ივნისს მომხდარა და ეს არის გამოქვეყნებული 1924 წლის 14 ივნისის კომუნისტში. 12 ივნისს აღამოს 8 საათზე დაწყებულა ეს ელვადა ქუხილი და 13 ივნისს თქვათ ადიდებულა ეს ღელეები, მათ შორის ვერეც დაბანაკებული გლეხები თავიანთი ხარუმებით გაუტაცნია და შეუყრია მტკვარში. დაღუპულთა რაოდენობა და ზარალი გამოურკვეველია, უბედურების ადგილზე სასწრაფოდ გამოცხადდა მილიციის უფროსი და ცეცხლის მკრობელი რაზმი. ასევე ძალიან საინტერესოა 1907 წლის გაზეთის არის ერთ-ერთი გამოცემა, სადაც წერია, რომ რადგან ამ გაზაფხულზე შესაძლებელია მტკვარი ადიდეს და ქალაქის მცხოვრებლებთ ზარალი მიაყენოს, ტიფლის ქალაქის გამგეობამ გადაწყვიტა შეამზადოთ საჭირო მასალა გაჭირობის დროს მცხოვრებთა დასახმარებლად. სადამდე იყო წყალი დაახლოებით? აქა? დიახ. ეს მოედანი სუწყალით იყო სავსე. სუწყალით იყო სავსე. სავსე. ვინმე თუ დაიღობა ქალბატონმა ყოლა? არა, მე არ მინახია და ვერ გეტყვი. აღარა ჩერდებოდა წყალი და შემომივიდა სახში. ხვეტავდით მეზობლებს ვეძახდი, მიშველეთ წყალმა წამიღო. მეზობლებო. ძალიან საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის 1972 წლის 14 აპრილის გამოცემა ეს არის გაზეთი თბილისი, სადაც ნათქვამია, რომ კატასტროფული წყალდიდობები თბილისში მომხდარა 1839, 1864, 1896 და 1922 და 52 წლებში. მე მაშინ ბავშვი ვიყავი, მაგრამ ეს მაინც კარგად მახსოვს.
ადიდა მტკვარიც, ლეხვთახევიც და ვერეც. და ეს მაშინ იყო, როდესაც მსხვერპლი იყო სამწუხაროდ, როდესაც ლეხვთახევმა შეაღწია აბანოებში და ხალხი დაიღუპა. რატომ მოხდა ეს ტრაგედია? ანუ ეს დინარე იღებს სათავეს წავკისიდან, მოედინება წავკისის წყალი. და რა თქმა უნდა, ნუ კალაპოტი ქონდა ვიწრო, მოინა დიდი ნალექი. მის შედეგად ადიდა ლეხვთახევი და ვერ გაატარა ეს სული ნალექი და გაისო, ანუ შევარდა აბანოებში გვირაბის საშუალებით გავიდა და მთელი მეტეხის ტერიტორია, მთელი ეს ყურის, ეს მონაკვეთი მოფენილი იყო ხალხით. ალბათ ეს არის ქალაქის ისტორიაში ყველაზე ტრაგედიული შემთხვევა. მადლობა ცოტნე გეგეჭკოს ძალიან საინტერესო რეპორტაჟი იყო.